ქართველი მოსწავლეების მორიგი წარმატებული ასპარეზობა ქვეყნის ფარგლებს გარეთ ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მოსწავლეებმა ტაშკენტიდან სამშობლოში ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები და სიგელები ჩამოიტანეს. დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებმა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენეს. კონკურსში სხვადასხვა ქვეყნიდან 400-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. საქართველოს ოლიმპიადაზე 4 მოსწავლე წარმოადგენდა, უზბეკეთში მიღებული ჯილდოები მათთვის პირველი არ არის. ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს 30 წელია მონაწილეობს, თუმცა წლევანდელი შედეგები გამორჩეულია. პროგრამირება და ალგორითმული აზროვნება. ამ მიმართულებით მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასკოლო ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე 4 ქართველმა მოსწავლემ წარმატებით იასპარეზა. კომაროვის სკოლის მოსწავლეები სამშობლოში 1 ვერცხლის, 1 ბრინჯაოს და ოლიმპიადის საპატიო სიგელებით დაბრუნდნენ. დაჯილდოების ცერემონიაზე კი რო გამოვედი, ძალიან დიდ სიამაყეს გრძნობდი, რადგან ვიცოდი, რომ ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიღწევა იყო. გამოცდილებას რაც შეეხება, მე ვიმონაწილეო ევროპის ახალგაზრდა ოლიმპიადაზე, სადაც ავიღე ბრინჯაოს მედალი. ხო, მსოფლიო ოლიმპიადა უფრო დიდი მასშტაბის ოლიმპიადაა, სადაც ბევრად მეტი ხალხი, ბევრად მეტი ქვეყანა მონაწილეობს. და ძალიან მიხარია, რომ ვერცხლის მედალი ავიღე, ასეთი შედეგი დავდე. საერთაშორისო ინფორმატიკის ოლიმპიადას მეორეჯერ მოვხდი. წინა წელს ავიღე საპატიო სიგელი და წელს ავიღე ბრინჯაო. ზოგადად საერთაშორისო ოლიმპიადას აქვს 2 დღე, რომელზეც გვაქვს 5 საათი, რომ 3 ამოცანა გავაკეთოთ, მაგრამ ასევე შეიძლება ნაწილობრივი ქულების აღება. და წელს ძალიან ვემზადებოდით ზუსტად ამ სტილის ოლიმპიადის დასაწერად. საერთაშორისო ოლიმპიადა ინფორმატიკაში ჩემი პირველი იყო, მაგრამ ასევე მიღა მოწვევა ახალგაზრდულ ოლიმპიადაში, სადაც მაქვს 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო და ახლა ცოტა ხნის წინ მივიღე მოწვევა ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, სადაც ვერცხლი ავიღე. ეს სიგელი მხოლოდ დასაწყისია, რადგან კიდევ 2 წელი მაქვს, ველოდები შემდეგ წლებში უკეთეს შედეგს. რიგით 38 ოლიმპიადა წელს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გაიმართა და მასში 96 ქვეყნის 400-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. ოლიმპიადისთვის მზადება თვეების მანძილზე მიმდინარეობდა. გუნდი ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადებისა და დამატებითი შესარჩევი ტურების საფუძველზე შეირჩა. პროცესს ორგანიზებას შესაბამისი ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია უწევს. ეს არის სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ურთულესი ოლიმპიადა, სადაც მოსწავლეებს ამოსახსნელად ეძლევათ ეკონომიკური შინაარსის რთული ამოცანები. ოლიმპიადა ტარდება 2 ტურად. თითო ტურზე ეძლევათ 3-3 ამოცანა. ამოცანის ამოსახსნელად აუცილებელი არის დაპროგრამების ტექნიკის უზადოდ ფლობა და ასევე ძალიან რთული ალგორითმების ცოდნა. ჩვენთვის ეს ერთგვარი სპორტივით არის, ასე ვთქვათ. ჩვენ უშუალოდ მთელი სკოლა ჩართულია მოსწავლეების მომზადებაში და შემდეგ უკვე, როდესაც მათ შედეგებს ველოდებით და ვიმკით ამ მედლებს, ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს მედლებს, ჩვენს გვიხარია, რა თქმა უნდა და ჩვენი სკოლის მთელი 60 წლის მანძილზე უკვე ტრადიციად იქცა, რომ სკოლა ზოგადად საგანმანათლებლო ასპარეზზე აი ამ მიმართულებით პოზიციონირებდეს. საქართველოს ეროვნული ნაკრები ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში 1996 წლიდან მონაწილეობს. 2026 წლის შედეგების გათვალისწინებით ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე ქართველ მოსწავლეთა მიღწევა უკვე შეადგენს 7 ოქროს, 14 ვერცხლისა და 45 ბრინჯაოს მედალს, ასევე 6 საპატიო სიგელს. ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შერჩევა, მომზადება და ოლიმპიადაში მონაწილეობა შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდისა და განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ლოცავ ჩვენს გამარჯვებულებს ამ დიდ წარმატებას, დიდ მადლობას ვუხდი გაწეული შრომისა და გაწეული შრომისთვის და აქვე მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ჩვენი ახალგაზრდები თავიანთ ცოდნას და მომავალში დიდ გამოცდილებას მოახმარენ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ძლიერებას და წარმატებას. კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც ეროვნული ოლიმპიადის შედეგად იქნენ შერჩეული და გაგზავნილი ამ საერთაშორისო ტურნირზე, მოიპოვეს ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს იმ სასწავლო პროცესს და იმ განათლების დონეს, რომელსაც ქართული საგანმანათლებლო სექტორი აძლევს ჩვენს ახალგაზრდებს. საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების მიზანია სხვადასხვა დისციპლინაში მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების განვითარება, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეებსა და მენტორებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა.